აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამას ახორციელებს. მათ შორისაა გამრიცხველიანება აბონირების პროგრამა, რომელიც დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ხორციელდება. ერთობლიობაში ეს შეეხება დაახლოებით ამ მომენტისთვის 3000-ზე მეტ ადამიანს, რაც ციფრობრივადაც, ესე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე მხრივ საერთო ჯამში ჩვენ ვახერხებთ გამგეობებთან, მუნიციპალიტეტებთან ერთად, მერიებთან ერთად აი ამ პროცესის კოორდინირებას და შეიძლება აი ამ ციფრს კიდევ ერთი ნული მივუმატოთ ჯამში, ანუ 30000-ზე მეტ ადამიანს ეწევა გარკვეული ირიბი თუ პირდაპირ ტიპის დახმარება ჩვენი ამ ერთობლივი პროგრამების ფარგლებში. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა განცხადება სამინისტროში ან სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში უნდა შეიტანოს, რომელსაც სპეციალური კომისია და ექსპერტთა ჯგუფი განიხილავს. კომისიის გადაწყვეტილების შემდგომ რამოდენიმე დღეში ხდება ანგარიშსწორება შესაბამის კომპანიასთან, რომელიც გამრიცხველიანება აბონირებას უზრუნველყოფს. დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში იმ დევნილ ოჯახისთვის დახმარებას, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა, რომ თვითონ თავისი თანხით მოახდინოს აბონირება გამრიცხველიანობა, რომელიც დადგენილია ტარიფი, თანხას ოდენობა დადგენილია სემეკის დადგენილებით და შესაბამისად მუნიციპალიტეტებში, ასე ვთქვათ, სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა თანხებია, 800 ლარი, 400 ლარი, 600 ლარი, რომლის გადახდას უზრუნველყოფს სამინისტრო. ნონა ბერულავა მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე იძულებული გახდა დევნილთა ისეთ ჩასახლებაში შესულიყო, სადაც გამრიცხველიანება აბონირება არ იყო. ნონა ბერულავამ დევნილთა სამინისტროს პროგრამის შესახებ ახლობლისგან გაიგო. განცხადების დაწერიდან რამოდენიმე დღეში კი სრულად მოხდა როგორც გამრიცხველიანება, ასევე აბონირება. ჯერ შემომიყვანეს დენი ელექტროენერგია თელასთან მიშუამდგომლეს, რა თქმა უნდა, თანხა თვითონ გადაუხდიათ და მერე უფრო მოგვიანებით გაზი შემომიყვანეს. ისიც ერთ თვენახევარში უკვე ორივე მქონდა. სამინისტროში ასევე მოქმედებს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერის დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც წელიწადში ერთჯერად დახმარებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობის თანხას გულისხმობს. მნიშვნელოვანია ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამა. შეიძლება ეს როგორც ერთჯერად დახმარება არ იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლურ ხასიათში და ზოგადად ჩვენი მხარდაჭერის ხასიათში ეს ცალსახად გამოკვეთილია და პრაქტიკულად ყველა ვეტერანის მიმართ ჩვენ ეს თქვათ ასეთი ტიპის მზაობას გამოვთქვავთ. პროგრამაში ჩასართავად განსაზღვრულია კონკრეტული კრიტერიუმები. ბენეფიციარი უნდა იყოს სოციალურად დაუცველი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის პირი, ომში დაღუპული ოჯახის წევრი და ასე შემდეგ. ბენეფიციარს განცხადების შემოტანა შეუძლია როგორც სამინისტროში, ასევე სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში და ონლაინ, თუ ბენეფიციარი პირადად ვერ ახერხებს მოსვლას. გადაწყვეტილებას იღებს სამინისტროში შექმნილი შესაბამისი კომისია, გადაწყვეტილება საბოლოოდ აღსრულდება და ბენეფიციარს ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე თანხა და დაახლოებით 100-დან 300 ლარამდე ოდენობით არის ეს დახმარება, რომელიც ხდება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. აფხაზეთის ომის ვეტერანი ტარიელ ბაღათურია პირველი ჯგუფის შშმ პირია, რომელიც 1999 წლიდან სახელმწიფო პროგრამა დიალიზზეა. იგი რამოდენიმე წელია დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციარია. ჩემს მიმართ დიდი ყურადღება, რაც შეუძლიან მაქსიმუმს აკეთებენ. როგორც პირველი ჯგუფის ომის ინვალიდი, მართლა მეხმარებიან სულით და გულით. დაფინანსება წელიწადში ერთხელა, ასე რომ მართლა კარგის მეტი არაფერი არ მეთქმის.